ისნის რაიონის მაცხოვრებლები კომპანია ვისოლისა და თბილისის მერის წინააღმდეგ ადგილობრივების საცხოვრებელ კორპუსებთან, სკვერთან და ივანე მხედრის ეკლესიასთან ახლოს გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, მათ არავინ აძლევს იმის გარანტიას, ტერიტორია დაცული იქნება თუ არა უბედური შემთხვევისგან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს ირაკლი დანელია მუშაობდა. იქნებება და სანამ არ მოხდება ამის დემონტაჟი, ჩვენ აუცილებლად მივმართავს სხვა უფრო რადიკალურ ზომებს. ისნის რაიონის მოსახლეობა დოდაშვილის მოედანზე ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას მიერ გაზგაზამართის სადგურის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობის თქმით, გაზგაზამართის სადგური მათ საცხოვრებელ სახლებთან, წმინდა იოანე მხედრის ეკლესიასა და სკვერთან ახლოს შენდება. უსაფრთხოების ნორმები კი არ არის დაცული, რის გამოც მოსალოდნელი საფრთხე დიდია. ეს არის ბომბი, რომელიც გვემუქრება ძალიან დიდი საფრთხით. ჩვენს სიცოცხლესაც ემუქრება და ჩვენს ქონებასაც. მუდმივად წირვალოცვა ტარდება, ერთი სანთელი ინთება, აქ არის წიწოვანი მცენარეები, ერთი ნაპერწკალი საკმარისია იმისათვის, რომ აქ ყველაფერი ზევით ავიდეს. 13-16 სართულიანი დგას გვერდით. და აი ავარიულ სიტუაციაში აქ აღარაფერი აღარ იქნება ალბათ. არანაირად ასე მჭიდრო დასახლებულ მოსახლეობაში ასეთი რაღაცა არ უნდა კეთდებოდეს. ადგილობრივების თქმით, კომპანიამ ავტოგასამართის სადგურის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მცხოვრებლები ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მათ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით კომპანია ვისოლის გარდა რამდენიმე სახელმწიფო უწყებასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აქ რაღაცა რომ მოხდეს, აფეთქდეს, მთელი ეს მოსახლეობა დაინგრება. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა არის არ შეიძლება, უნდა შეაჩერონ ეს მშენებლობა. თუ არა და ბოლო-ბოლო უნდა წავიდეთ საპატრიარქოში, იქნებ პატრიარქმა მაინც, იმიტომ რომ ტაძარია. აბსოლუტურად არღვეულია უსაფრთხოების ნორმები. და არაფერს არ აკეთებს არც მერია და არც შენი ისნის გამგეობა, რომ რამე გაჩერდეს ეს სამუშაო. მოსახლეობის პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, გაზგასამართის სადგურის მშენებლობა დასახლებულ პუნქტებში დაუშვებელია. აქციაზე მოგვიანებით ნავთლუხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიც მივიდა. იოსებ ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა მას ერთი კვირის წინ მიმართა. ამ ეტაპზე კი ვისოლთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 48 საათიან ვადას ვაძლევთ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას, თუ ისინი არ განახორციელებენ შეჩერებას აღნიშნული მშენებლობისა, ჩვენ დავიწყებთ საჩივრის შეტანას თბილისის მერიაში. მე გარანტიას არ, მე უნდა ვიმუშაო თქვენ ინტერესს და მივედი იქამდე, რომ რა ხდება, ხომ მომართეთ თქვენ. მუშაობთ. ავტოგაზგასამართის სადგურის მშენებლობის ნებართვა თბილისის მერის არქიტექტურის სამსახურმა გასცა. მის შესახებ კი დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები არც თბილისის მერიაში და არც კომპანიაში არ საუბრობენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუ 48 საათის განმავლობაში მშენებლობა არ შეჩერდება, უფრო მასშტაბურ აქციას მოაწყობენ და დახმარების თხოვნით საპატრიარქოსაც მიმართავენ.